საქართველოს პრეზიდენტი კი ხვალ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის რიგით მეორე გამოსვლა ევროდეპუტატების წინაშე. საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში რობერტა მეცოლას მიწვევით ჩადის. თათია წოწონავა მოგვიყვება უფრო ვრცლად თუ რა იგეგმება ევროპარლამენტის ხვალიდან სხდომაზე. თათია გისმენთ. თბილისის დროით 12-ის ნახევარზე, დილის 12-ის ნახევარზე საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგის ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმართავს სიტყვით ევროპარლამენტარებს, როგორც დღის წესრიგში არის გაწერილი, ჯერ რობერტა მეცოლა გამოვა სიტყვით და ამის შემდგომ ის დაუთმობს ტრიბუნას უკვე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც იტყვის თავის ათქმელს ევროპარლამენტში, როგორც პრეს-რელიზშიც არის გავრცელებული. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სწორედ ასე არის მოხსენიებული ქვეყნის მთავარსარდალი ამ რელიზში და სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს ხვალ ევროპარლამენტარებს. ეს არის რიგით მეორე შესაძლებლობა, რომელიც მიეცა სალომე ზურაბიშვილს. პირველად პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტარების წინაშე წარსდგა 2023 წლის 31 მაისს და მაშინაც ძალიან ემოციური იყო მისი სიტყვა და ევროპარლამენტარები ოვაციებით შეეგებდნენ დარბაზში პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ნახოთ ხვალ რა იქნება და რა იქნება სათქმელი სალომე ზურაბიშვილს. ფაქტობრივად ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის წარმომადგენელს და ოფიციალურ პირს ის წარმოადგენს საქართველოს ხვალ ევროპარლამენტში და ყველა ელოდება იმას, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა იქნება ნამდვილად ძალიან ხისტი და ემოციური, ვინაიდან ახლა ქვეყანაში შექმნილი პროცესებიდან გამომდინარე ეს ასეც უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი თანამდებობის პირი, უმაღლესი თანამდებობის პირი დღეს საქართველოში, რომელსაც დასავლეთში იღებენ, ესალმებიან და ესაუბრებიან და რომლის მიმართაც არსებობს ნდობა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბრიუსელისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობისთვის ჩვენი საკანონმდებლო ამასრობელი ხელისუფლება უბრალოდ არალეგიტიმური არის. საქართველოს პრეზიდენტი პირიქით, ის არის ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელიც ყველაფერს აკეთებს და ღიად პროდასავლური კურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო როგორმე დააბრუნოს იმ განვითარების გზაზე, რაც იყო ევროპული ინტეგრაცია. მის მიმართ არის ძალიან დიდი არათუ ნდობა, ფაქტობრივად რაღაცა ისეთი გმირობის ელემენტიც კი არის მის შრომაში ამ ბოლო დროის განმავლობაში და ამას ყველა ხედავს დასავლეთში. ეს შესაძლებლობა და მოწვევა, რომ ევროპარლამენტს მიმართოს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიდრე ამოიწურება, ასე ვთქვათ, მისი ვადა, მას ექნება შესაძლებლობა და ვიდრე გაირკვევა, ასე ვთქვათ, ჩვენი როგორ გრძელდება პროცესები საქართველოში, მას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან თქვას თავისი სათქმელი. სალომე ზურაბიშვილი ახლა არის ხვალ წარდგება ევროპარლამენტის წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვალსაზრისით, რომ უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ევროპული კავშირის საბჭოს სამიტი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პირველ ესე ვთქვათ მასშტაბურ დასანქცირებასთან დაკავშირებით. არის ამისთვის საკმარისი კვალიფიციური უმრავლესობა და როგორც წესი ცდილობენ ევროპულ კავშირში, რომ კონსენსუსის წესით იქნას მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ვინაიდან არის იქ წინააღმდეგობა, ამიტომ აღარ შეფერხდნენ. და ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გაფართოების შესახებ დასკვნა, რომელიც შეიმუშავეს ზოგად საკითხთა საბჭოს ხდომაზე დღეს ბრიუსელში. ბრიუსელში ამ ხდომის დაწყებამდე დღეს განცხადებებიც გაკეთდა და გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული იყო სერიოზული კრიტიკა ქართული ოცნების და სანქციებზეც იყო. ამ განცხადებებში მითითება და დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უკვე ჩვენ ამ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას ქართველი ხალხის ევროპული გზის მხარდასაჭერად. ამავე დროს იგი კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო და სწორედ ამ კურსის გამო არის ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებული. ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ არსებობს ამ დოკუმენტში, ასევე ძალადობას გმობენ ევროპელი პოლიტიკოსები მშვიდობიან მიმომიტინგეების წინააღმდეგ და ყველაფერი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ვინც ძალადობდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასეთი არის მათი სათქმელი და ასევე ეუთო ოდირის წინასწარ დასკვნაზეც არის ჩანაწერი ამ დოკუმენტში. საბჭო სერიოზულ შეშფოთებას აღნიშნავს ეუთო ოდირის წინასწარ დასკვნებზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. სწორედ ასეთი არის ის დასკვნა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.